შევეხილოთ მეორე ვარიანტის მერვე ამოცანა. OX, Y სიბრტყის 1,4 წერტილი მდებარეობს Y უდრის -3x + B წრფეზე. იპოვეთ ამ წრფეზე მდებარე იმ წერტილის ორდინატა, რომლის აბსცისა 5-ია. უპირველეს ყოვლისა, მოცემულია, რომ ჩვენ გვაქვს 1 და 4 წერტილი, ანუ x უდრის 1-ს, ხოლო y უდრის 4-ს. აქ აუცილებელია აპლიკანტმა იცოდეს თუ რომელ წერტილში დასახელებას, ასე ვთქვათ, ეწოდება აბსცისა, რომელს ორდინატა, ანუ x და y ასევე რომელი სახელებით მოიხსენიება, იმიტომ რომ ამოცანის ასე ვთქვათ, მთავარი შეკითხვა ამაში მდგომარეობს. x არის აბსცისა, ხოლო y არის ორდინატა. რაც შეეხება თავად წრფეს, ერთადერთი რამ არ არის ცნობილი აი ამ წრფივ განტოლებაში, წრფივ, ასე ვთქვათ, გრაფიკზე. ეს არის b თავისუფალი წევრი. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ b თავისუფალი წევრის მთავარი ფუნქცია და დანიშნულება არის, რომ გადაადგილოს არსებული წრფე, ხეშად რო ვთქვათ, ზემოთა ან ქვემოთა მიმართულებით. თუ კი b დადებითია, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს წრფივი მოდელი მოძრაობს ზემოთა მიმართულებით, ანუ y-ის ზემოთ, ხოლო თუ კი b უარყოფითია, ის აი ამ ხელს კვეთს უარყოფით წერტილში. y ხელს კვეთს უარყოფით წერტილში. კარგით, რაც შეეხება, ესე იგი, რადგან ეკუთვნის ამ წრფეს და ეს ჩვენ ვიცით და პირობაშია მოცემული, მაშინ მარტივად შეგვიძლია შევიტანოთ ეს მნიშვნელობები თავად წრფეში, რომ y-ის ნაცვლად ჩავსვათ 4, ხოლო x უდრის -1, აქედან გამომდინარე, b იქნება მეორე მხარეს, თავისუფალი წევრი, 4-ს დაემატება -3, ანუ გახდება 7 და აქედან ვიგებთ, რომ თურმე თავისუფალი წევრი ამ წრფივ ტოლობაში ყოფილა 7-ის ტოლი. ეს საშუალებას გვაძლევს აგრეთვე, რომ თავისუფლად დავხაზოთ სრულყოფილი მოდელი აი ამ წრფივი განტოლებისა და დავიტანოთ საკოორდინატო სიბრტყეზე. მაგრამ რჩება მთავარი კითხვა, რომ აი ამ დროს, როდესაც უკვე მოცემული გვაქვს სრული სურათი წრფივი განტოლებისა, ის გადაგვჩენია, რომ ვეძებოთ ორდინატი, ანუ მნიშვნელობა ფუნქციის, როდესაც აბსცისა, ანუ x-ი უდრის 5-ს. და მარტივი ალგებრული გარდაქმნებით მივიღებთ, რომ y უდრის -3 გამრავლებული 5-ზე და +7, რაც -8-ის ტოლია. პასუხი იქნება A. -8, როგორც გამოსახულების მნიშვნელობა, ან თუნდაც ორდინატა, როგორც თქვენ ვეხერხებათ, ისე შეგვიძლია ვთქვათ.